ახლა საინტერესოა შეცვლის თუ არა ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები და სასამართლო გადაწყვეტილებები ოპოზიციის ნაწილის საარჩევნო გეგმებს და ტაქტიკას ციხეში იწასვლამდე ოპოზიციისადმი გიორგი ვაშაძის მოწოდება ერთიანობა იყო. დაკავებამდე იგივე გზავნილი ჰქონდათ ლელოს ლიდერებსაც, თუმცა ისინი ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე დისკუსიის იდეის გარშემო სთხოვენ. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ფიქრობენ, რომ ოპოზიციას მოგების სერიოზული რესურსი აქვს და ხელისუფლების დამარცხება სწორედ დედაქალაქიდან უნდა დაიწყოს. თუმცა მერებისა და საკრებულობის არჩევნებში ჩართვა კვლავ წითელ ხაზად რჩება ნაციონალური მოძრაობისა და კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერებისთვის, რომელთა აზრით ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევის გზა ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარებაზე, ბოიკოტზე და საერთაშორისო სანქციებზე გადის. კედება ცალკეული განცხადებები მშვიდობიანი დამხობის გეგმაზეც, რომლის ავტორი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია. თათია ტაბაშიძე არკვევდა, შეთანხმებული აქვს თუ არა 4 ოქტომბრამდე ეროვნული მობილიზების ინიციატივა ლევან ხაბეიშვილს ყოფილ მმართველ პარტიასთან და როგორი ამ ინიციატივაზე დანარჩენი ოპოზიციის რეაქცია. ერთადერთი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან არის ბიძინა ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობა. ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკურ სურვილებში ახალი არაფერი იკითხება. ნაციონალური მოძრაობის წევრს ქართული ოცნების ხელისუფლების შეცვლის უცვლელ მეთოდად მისი დამხობა ესახება. თუმცა ამჯერად მეტი კონკრეტიკით. მარგინალიზებისგან თავის არიდების მიზნით საკუთარი შეთავაზება მშვიდობიანი დამხობის სახელით გააფორმა. ზუსტად რას გულისხმობს ავტორი ამ შეთავაზებაში კვლავ უცნობია. მისი განხორციელების მაქსიმალურ რელევანტურ ვადად კი 4 ოქტომბრამდე, ანუ თვითმმართველობის არჩევნებამდე პერიოდი მიაჩნია. ნუ გეშინიათ ამ სიტყვათა წყობის, აბსოლუტურად მშვიდობიანად შეიძლება რეჟიმის ჩამოშლა და დამხობა და ივანიშვილს სხვანაირად ვერ დავამარცხებ. დედლაინი გვაქვს ბუნებრივი 4 ოქტომბერი 5-ზე კაცით ეს ხალხი გასათავისუფლებელი იქნება. არის თუ არა ლევან ხაბეიშვილი საკუთარ შეთავაზებასთან მარტო? შეკითხვამ აქტუალობა ამჯერადაც შეიძინა. ფაქტია, ცალკეული გამონაკლისების გარდა ნაციონალური მოძრაობის თუ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრებისგან დაარსებული პარტია ახალიც ღიად ხაბეიშვილის აზრის გამეორებას ერიდებიან. ბრძოლის მეთოდი არის ქუჩაში პროტესტი. ერთადერთი, იმიტომ რომ სხვა დემოკრატიული სივრცე არ არის დარჩენა ამ ქვეყანაში. ქუჩის პროტესტი და პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილება, რომ არ ეთანამშრომლად კომისიასთან, ეს არის მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა, ეს არის მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ხელისუფლების იძულება, რომ ეს ნაბიჯები გადაედგა. ჩვენ ვეცდებით, რომ ბევრი შეცდომა დავაშვებინოთ ქართულ ოცნებას. დამხობის იდეას ცალსახად ემიჯნებიან გიორგი გახარიას გუნდიდან, სადაც მიაჩნიათ, რომ ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური საფრთხობელას როლს ასრულებს და სწორედ მსგავსი განცხადებებით ქართული ოცნების ინტერესებს კვებავს. ხაბეიშვილის პოზიციაზე არ არის არც პარტია გირჩი. ეს საბსოფლიო ისტორიიდან არ მახსენდება ეპიზოდი, როდესაც წინასწარ აანონსებდნენ, რომ ამ დღეს მოვახდენთ რევოლუციასო და ის იმ დღეს მომხდარიყო. მე მგონი რევოლუცია არის იმ პროცესების შედეგი, რაც ყოველდღურად უნდა აკეთო და არა ის, რომ შენ რაღაც ერთ კონკრეტულ დღეს ელოდო და იმ დღეს მოხდეს რევოლუცია. აქედან გამომდინარე ვერ გეტყვით, მე მგონი მე არაფერ შუაში არ ვარ ამათთან. მე ჯერჯერობით ვაკვირდები უბრალოდ რა ხდება ჩვენს გარშემო და სანამ სრულ წარმოდგენას ამაზე არ შევიქმნი, არ მინდა ვიღაცაზე ზედმეტი ვთქვა. 13 წელია ჩვენ ვუყურებთ ხაბეიშვილი როგორ ამარცხებს ქართულ ოცნებას რადიკალური სცენარებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენთვის ნებისმიერი პროცესის რადიკალიზაცია და პროცესის ნებისმიერი რადიკალური სცენარით გაგრძელება არის მიუღებელი. ქართული ოცნება ლევან ხაბეიშვილის ფიგურას არასერიოზულად აღიქვამს, მის გეგმებს კი განუხორციელებელს უწოდებს. მმართველი გუნდი საპასუხოდ ამჯერადაც ამბობს იმას, რაც არაერთხელ უთქვამს, რომ გადატრიალების სცენარი სხვა რადიკალურ მიზნებთან ერთად დიდი ხნის წინ ქვეყნის გარედან დაიწერა, თუმცა ოპოზიციამ მის განსახორციელებლად ქართველი ხალხის მხარდაჭერა მათი გონიერების წყალობით ვერც ამ საკითხში მიიღო. რაც შეეხება იმას, რატომ შეიტანა ხაბეიშვილმა ამჯერად დამხობისკენ მოწოდებაში მხატვრული ეფექტები და რას გულისხმობს მშვიდობიანი დამხობა, მმართველი გუნდი საკითხს ასე ხსნის. ხაბეიშვილს უთხრეს, რომ დამხობისაკენ მოწოდება არის დანაშაული, კრიმინალური დანაშაულია. ვიღაცა მეტყობა შენიშვნა მისცა და 4 ოქტომბერი არჩევნების დღე დაასახელა ამ დამხობის დღედ, რომ არჩევნების გზით უნდა გაისტუმროს, მაგრამ სულ ეხლა ხანს მედია საშუალებებში ჩვენ ვიხილეთ მისი როყიო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ დამხობა რა მეთოდით მოხდება, ეს მანიცის. გასწორთ, ორ შაბათს დავდებდი გეგმას. ყოველ კვირა რომ დავზაფხავდნენ ხოლმე.
ეს ახლა ეთყობა ორშაბათები აღარ გამოვიდეს. ახლა რაღაც 4 ოქტომბერს იტყვის, რომ დედლაინი არის 1 იანვარი. ემსახურება რომ დაანახოს თავის პატრონებს, რომ რაღაცას ვაკეთებთ რა და სინამდვილეში ვერაფერს ვერ აკეთებენ. ვისთან ერთად წარმოუდგენია ლევან ხაბეიშვილს 4 ოქტომბრამდე პერიოდში მოქმედება უცნობია. ერთი კი ცხადია, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ბარიერ გადალახული 4 ოპოზიციური ძალიდან. ნაციონალური მოძრაობა მერებისა და საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. უარზეა ასევე მისი ყოფილი თანაგუნდელებისგან დაკომპლექტებული კოალიცია ცვლილებისთვის. დანარჩენი 2 გახარია საქართველოსთვის და პარტია ლელოკი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავენ. Როგორი იქნება ამ მხრივ მათი საბოლოო პოზიცია, გადაწყვეტილების მისაღებად მათ ორ თვეზე ნაკლები რჩებათ.